კომპანია, რომლის საშუალებით ევროპა ეცნობა საქართველოს და რაჭის რეგიონის ტურიზმის პოტენციალს. ნორდმანის სოჭის თესლის ექსპორტი რაჭის ტყიდან და ევროპა საშობაოდ ქართული ნაძვის ხეებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც არაერთ ქსის გაგვიხილავს. ჟანა ბაბუნაშვილი, Fairtree საქველმოქმედო ფონდის პროექტების მენეჯერი სტუმრობს. ქალების ნარატივს. გამარჯობა ჟანა. მოგესალმებით. უღრმესი მადლობა პირველ რიგში მოგზაურობისთვის. ჩვენ არაერთხელ შევხვდრებთ საქმიან დილაში ერთმანეთს. ძალიან ბევრი საინტერესოც გვითხოვს, თუმცა ახლა უკვე სხვა ფორმატში, სხვადასხვა თემა უნდა მოვიცვათ ბევრი და ძალიან საინტერესო. წინა სტუმრიდან გამომდინარე, კეთის კიდევ ერთხელ მივესალმოთ. მადის აღმძვრელი დიალოგის შემდეგ, მადის აღმძვრელი რომ იყოს ჩვენი პირველი კითხვა. ეს მინდა. მე ვიცი რომ აი ამ გადატვირთულ სამშობლო გრაფიკში, ჟანა, თქვენ ახერხებთ მაინც სამზარეულოში ტრიალს. და ეს არის თქვენთვის განტვირთვის წყარო ერთ-ერთი. მართალია? ნამდვილად ხშირად ახერხებთ ამას. ხშირად ვერ ვახერხებ, მაგრამ როცა ვახერხებ, სულ ფიქრობ ხოლმე, რომ ეს არის ის, რასაც მთელი ცხოვრება გავაკეთებდი, ესე დავისვენებდი, სულ საჭმელს კეთებდი. კეთის იმდენად დიდი სიამოვნებით უსმენდი დიალოგს. მე მივხვდი, რომ სწორედ ამ მიმართულებით მივხვდი. დაინტერესებული ხართ იმ პოტენციალით, რომელიც გაქვთ თქვენს ნიჭი, რომელიც პრინციპში, შეიძლება შემდეგ უკვე მოვიკითხოთ შედეგობრივად. დღეს თუ ევროპა საშობაოდ ქართულ ნაძვის ხეებს პრინციპში იზიდავს და ხედავთ ამას, ჩვენ არაერთხელ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო ვისაუბრეთ ამაზე. ეს პირდაპირ უკავშირდება თქვენს კომპანიას. ეს ნამდვილად ასეა. როდის გაჩნდა იდეა და რამდენად იყო რთული პირველი ნაბიჯები? თუ ეს ბიზნესი ზოგადად ნაძვის თესლის ექსპორტი, ნორდმანის თესლის ექსპორტი 50-იანი წლებიდან ყოფილა დაწყებული საქართველოში, თუმცა ჩვენი კომპანია 99 წელში ჩამოვიდა რაჭაში. წარმოვიდგინეთ რა სიტუაცია იქნებოდა 99 წელში, თუმცა 2007 წელი იყო პირველად, როდესაც მივხვდით, რომ აუცილებელია რაღაცით გამოვირჩეოდეთ სხვებისგან და უფრო ეთიკური და მორალურად სამართლიანი გავხადოთ ეს საქმიანობა და 2007 წელს მოვიპოვეთ ძალიან რთული გზა გავიარეთ იმისთვის, რომ მიგვეღო Fairtrade-ის მარკა და რაც მას უზრუნველყო სწორედ ის, რაც ვარ ჩვენ დღეს, ანუ ეთიკურად, მორალურად, ყველა სტანდარტის მქონე კომპანია, რომელიც მართლა გამოვირჩევი, ძალიან მნიშვნელოვანია. სტანდარტების დაცვა. სტანდარტების დაცვა, იმიტომ რომ ზოგადად Fairtrade ეს არის მარკა, რომელიც განვითარებად ქვეყანებში მოყვანილ პროდუქტი ღებულობს, მხოლოდ და მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ის, რომ უნდა იყოს ორგანო და მთელი რიგი სტანდარტები, ძალიან რთული სტანდარტები, რომელიც უნდა დაიცვა, მსოფლიოში აღიარებული სერტიფიკატი რომ მიიღო და ის ნიშნავს, რომ მაგალითად, როცა დიდი ბრიტანეთის მეოთხედი მოსახლეობა ხედავს Fairtrade-ის მარკის ქვეშ ყოფ პროდუქტს, მან იცის, რომ ეს არის პროდუქტი, რომელიც ახლამდე მივიდა ყოველგვარი მორალური, ეთიკური და როგორც ვთქვი, შრომითი უსაფრთხოების თუ ასე შემდეგ სამართლიანი. კი, თქვენი უცხოელი პარტნიორები სწორედ ამ მიმართულებას აქცევენ ყურადღებას და ის რეგულაციები, რომელიც არ არსებობს საქართველოში, ამაზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება. ჟანა, მოთხოვნა რამდენად მაღალია, თუმცა მანამდე ვიკითხავ და მაგალითისთვის რომ შევადაროთ საწყისი ეტაპი დღევანდელს. ესე იგი, მოთხოვნა მაღალია, იმიტომ რომ წარმოვიდგინეთ 45 მილიონი ნორდმანის სოჭი იყიდება საშობაოდ ევროპაში, ესე იგი, წარმოვიდგინეთ, ეს არის 2 მილიარდი მოდის ნაძვის ხეების გაყიდვაზე ევროპაში, აქედან 700 მილიონი მოდის მხოლოდ გერმანიაზე. ანუ გერმანია ძირითადი ბაზარია, თუმცა სამწუხაროდ მათ არ იცოდნენ, სანამ ჩვენ არ ჩავერიეთ, ასე რომ ვთქვათ, მე და მარიანა ბოლცი, ამ კომპანიის დამფუძნებელი და მფლობელი, რომ ეს იყო საქართველოსთან წამოსული ნაძვი, მათ ყოველთვის ეგონათ, რომ ეს არის დანიური ნაძვის ხეები და დანია არის ეს. და როგორ მოხდა პოპულარიზაცია ქართული ნაძვის? ჩვენ, ეს მედია, რა თქმა უნდა, ჟურნალისტები თქვენ ძალიან დიდ როლს თამაშობთ, ამაში იცით ეს თქვენ და მე და მარიანამ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ყველა ევროპას გაეგო, რომ ეს მოდის სწორედ ულამაზესი რაჭიდან, საქართველოსთან ქვეყანა, რომელსაც ძალიან ბევრი ეტაპის გავლა სჭირდება იმისთვის, რომ შექმნას ხშირად გიწევთ უცხოურ მედიაში სტუმრობა, სწორედ უცხოური მედია ახსენეთ ახლა. რა არის მათი ძირითადი ინტერესი? მათი ძირითადი ინტერესი სამწუხაროდ არის ის, რომ სწორედ ბევრი ფატალური შემთხვევა მომხდარა და დასრულებულა გირჩის კრეფა. მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან რთული პროცესი, როდესაც 60 მეტრამდე ხეზე ადიხარ, მხოლოდ კენწეროში იბავს ამ გირჩს და ყოველგვარი დაცვა და უმეტესი ხალხი, უმეტესობა 99% ამას მოიპოვებს ყოველგვარი დაცვის გარეშე და უსაფრთხოება, შრომითი უსაფრთხოება საქართველოს სამწუხაროდ არ არის ისე, როგორც უნდა იყოს და იმედი მაქვს, რომ მალე საქართველოს მთავრობის სტრატეგია იქნება ერთ-ერთი განვითარებისთვის სწრაფვას თუ დაისახავს მიზნად, რა თქმა უნდა, რომ შრომითი
უსაფრთხოებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ სწორედ იმით გამოვირჩევით, რომ ჩვენ გვაქვს არა ევროპული, არამედ დანიური და გერმანული სტანდარტი უსაფრთხოების 100%. კი, ჩვენ გვყავს გერმანელი ტრენერი საოცარი მიქაელ კრაუსი, რომელიცაც ძალიან ვამაყობთ და ყოველი კრეფის წინ ჩვენ გვაქვს დიდი მოთელვითი ტრენინგი, რომლის დროსაც ადიან ჩამოდიან 1000 რაღაც სისტემებს ამუშავებენ. თქვენ არ მიგიღიათ მონაწილეობა მოთელვით? მე სამწუხაროდ ძალიან სულ ვცდილობ ხოლმე მიქაელ კრაუსი რომ რაღაცა ჯანსაღი ცხოვრების წესიები. მაგრამ ამ დროს იმდენი საქმე მაქვს ხოლმე სექტემბერში, რომ სამწუხაროდ ერთხელ მოვსინჯა აუცილებლად. რაჭაში სტომატოლოგიური კლინიკა გახსენით, სწორედ 1 წელია უკვე რაც კლინიკა არსებობს. დიახ, კვანც Fairtrade-ის მარკა გულისხმობს იმას, რომ თითოეული გაყიდული ნადვისხიდან 75 евро ცენტი მოდის საქველმოქმედო ფონდში. სწორედ ამ პროექტის ამ აკუმულირებულ თანხას ჩვენ თავის დანიშნულებას უძებნით. ანთროპოლოგის კვლევაზე დაყრდნობით ეს არაჩვეულებრივი ანთროპოლოგი საქართველოში ცხოვრობდა მარტინ ფრედერიქსენი, მარტინის გაიდით, ასე რომ ვთქვათ, გიდობით ჩვენ ყურადღება ჩვენი პრიორიტეტი ფონდის არის ბავშვები, განათლება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ეკო მეგობრული პროექტები. დიახ, გარემო და სწორედ აი ამ მრავალი წლის მანძილზე ჩვენ მოგვყავდა კლინიკა კურაციო და ასე შემდეგ კოლგეიტი და ვატარებთ კვლევას აღმოჩნდა რომ ძალიან ცუდი სიტუაცია სტომატოლოგის ორალური ჰიგიენის სწორედ ამიტომ ჩვენ დანიური მეთოდი შევიმუშავეთ აქაც იქ როდესაც სკოლაში არის სტომატოლოგი ანუ ბავშვი 2-დან 18 წლამდე არის უფასო უმაღლესი დონის კლინიკა რომელიც ჩვენ გავხსენით ამბროლაუში და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას თუმცა აქაც ანუ ჩვენ არ ვაკეთებთ არასოდეს პროექტისთვის ანუ აქაც ესე იგი კურნალობასთან და მთელ რიგ პროცედურებთან ერთად კოლგეიტთან ერთად დიდი მადლობა მინდა მოვხადო ინგა მეურმიშვილს ამ ხარდაჭერით რომ ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული ძალიან ბევრი და არაჩვეულებრივი ადამიანი აქ ჩვეულებრივი ადამიანი აქ ვერ იქნება და კოლგეიტთან ერთად საგანმანათლებლო პროექტებიც აგვაქვს ანუ სტიპენდიანტები გყავთ ასევე ლეგოს პროექტი ვახსენოთ რომელიც ის ულამაზესი ადგილი სადაც ეს ტყე არის თლუღის სატყეო უბანი ესე ქვია ეს არის რაღაცა მართლა 64 დედამიწაზე და სწორედ იმ თემში არის ორი პაწაწინა სკოლა ერთი 12 ბავშვია მეორეში უკვე 6 ბავშვი 6 არაჩვეულებრივი ბავშვი თლუღის სკოლაში ანუ არ შეიძლება გულრიად ისაუბრო ამ ბავშვებზე, იმიტომ რომ ეს არის ბავშვები, რომლებიც ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებენ. საოცარი ბავშვები, ნუ იმათი თვალები, ნუ არ ვიცი, ალბათ თქვენს განწყობაზე უკვე შევიგრძენით, როგორი თვალები აქვთ, բայց ზუსტად იმ თვალებით იხედებით ახლა თქვენ. და სწორედ ვინც ამ სკოლას დაამთავრებს გვანცა, ანუ ჩვენ ვაძლევთ სტიპენდიას, ანუ ვფინანსებთ სწავლას და უკვე 8 ბავშვი გვყავს, ასეთი მათ შორის ჩვენი მკრეფავის შვილიც, ანუ ესეთი წესდება გვაქვს და იმიტომ რომ განათლებული ადამიანი, ეს არის უკვე ჯანმრთელი ადამიანი და ადამიანი და ღირსეული მოქალაქე და ეს არის სწორედ ის პრინციპი თუმცა ხშირად მიფიქრია ხოლმე ამ სტიპენდიით ხომ არ ვაძლევთ ჩვენ მას ბილეთს თბილისისკენ რომელიც აღარ დაბრუნდება და ანუ იმას გულისხმობ რომ ჩვენ მე სულ მუშაობთ რა ხომ არ ვცდებით იქნებ სხვა რაღაცა ჭირდებათ იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენ ფონდის ნამდვილად არ აქვს ფუფუნება რომ დავეხმაროთ არა დახმარება ძალიან ცუდი სიტყვა არაფერი დასახმარებელი არ ჭირთ უდიდესი პოტენციალის მქონე საოცარი ბავშვები არის ხელშეწყობაზე აქ საუბარი და შესაძლებლობებზე რა თქმა უნდა მონაწილეობთ მათ განვითარებაში ასე რომ ჩვენ კიდევ მუშაობთ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეებით ხართ დაკავებული ნამდვილად თქვენი კომპანია სწორი მიმართულებებით მიდის და ეს არის მნიშვნელოვანი სწორედ იმ რეგულაციებზე გამომახვილად ყურადღება და იმ უსაფრთხოების ზომებზე რომელსაც იცავს თქვენი კომპანია და სწორედ ევროპაში ეს დაინტერესებაა მედიაშიც 9 საათიანი ლაივი ქონდათ ახლა ხან ხლოჩდები სექტემბერში ზუსტად თემაზე ვსაუბრობთ საყვარელი რესპონდენტი ხართ ესე იგი არა მხოლოდ საქართველოში არამედ უცხოეთშიც ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პირველადი პროფესია არის უცხოენები როგორც ვიცი იქ ინგლისურ ენაზე გიწევთ ალბათ ინტერვიუების მისცემა ხო მაგრამ არ გიჭირთ ნამდვილად ისეთი ხარტია ის ინტერვიუც როგორიც ჩვენთან ქალების ნარატივში 2017 წლის იანვრიდან დღემდე კომპანია GPI Holding-ის იბერეთის ფილიალის გაყიდვების ჯგუფის უფროსი ბრძანდებით რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს ახალ სამსახურში ახალი სამსახური ანუ ეს ორივე სამსახური ერთმანეთს ამიტომ არ უშლის ხელს ნუ ჯერ ძალიან იოლია ხოლმე როცა უკვე ანუ Fairtrade-ის შემთხვევაში ყველაფერი თავიდან ავაწყვეთ ეს ორი ქალი რომელიც პირველად ავართ კაცების მიერ მართულ ინდუსტრიაში GPI-ის შემთხვევაში უფრო ადვილი იყო იმიტომ რომ ეს უკვე ლიდერები ბაზარზე უკვე საოცარი გუნდი რომლებიც არ მინახავს ხალხი რომელიც ესე ამაყი იყოს თითოეული მათგანი რომ მუშაობენ GPI-ში მაგრამ რა არის ეს და რა არის ჩემი ამაში ჩემი არის ის რომ GPI ანუ GPI სადაზღვევო კომპანია სადაზღვევო პროდუქტის ესეც სოციალური პროდუქტია ანუ ადამიანთან მოქალაქეთან ერთად ინაწილებ რისკს და მას აძლევ ფინანსურ გარანტიას ადრე თუ გვიან დამდგარ რისკზე ასე რომ ესეც სოციალური და ესეც ჩემია და თან ქუთაისი აუთვისებელი ბაზარია ამ ხრივ და ანუ მე როგორც გამოწვევები
მოგებების არ მეშინია ხოლმე ესე რომ ვთქვა. და სიახლის მაძიებელი ქალი? ამიტომ ძალიან ისე შევეჭიდი ამ ამბავს რომ კი, სოციალური პროექტები განსაკუთრებით გიზიდავთ შანაერად, როგორც კულინარიული მიმართულება. კულინარიაში თუ გეხმარება დაჩი და ნინია, რომელიც იმედია ახლა გვეყურებენ და მოვიკითხავთ, ბუნებრივია. ორი არაჩვეულებრივი შვილი გყავთ, როგორ ახერხებთ ამდენ რამეს ერთად? რამდენიმე სამსახური შეთავსება, სამზარეულოში ტრიალის დიდი სიამოვნება, რომელზეც უარს ვერ ამბობს შანა და პლუს ბავშვები, რომლებიც ალბათ თავად გეხმარებიან უკვე. ნუ ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ ესეთი შვილები მყავს, რომელთაც საერთოდ არ ჭირდებათ ხოლმე დეიდა, ესე რომ ვთქვა, ხანდახან ესე გეუბნებოდით კიდეც ეხან რომ ერთხელ რომ ძალიან ბევრი მომიწია დანიაში, გერმანიაში და თბილისში ყოფნა და ჩამოვედი და აჩვენე რომ კარი გამეღო, ესე მითხრა გამარჯობა ქალბატონო დეიდა, ესე მომარტა და გამარჯობა ქალბატონო დეიდა. ეს დაჩი სიტყვები იყო. ეს დაჩი სიტყვები იყო. კი, ძალიან კარგი, ყველაზე მთავარი ასაც მე მათ ვაძლევ, ალბათ ყველაზე დიდი ლოკომოტივები ჩემთვის ამ საქმიანობებში თორედ ისინი არიან, არის ის რომ მათ მე ვაძლევ დამოუკიდებლობას. ან ამაზე უკეთეს მართლა ვერაფერს ვერ ვასწავლი და ძალიან ბევრჯერ მახვედრებენ ხოლმე საჭმელს გაკეთებ. დედას ნიჭი ამაშიც გამოიხატა, ალბათ უკვე სოციალურ პროექტებზე იქნებიან ორიენტირებული რომ გაიზრდებიან. მაგალითად, იცი რომ ჩვენ სახშალე ესეთი წესი, აუცილებლად ყიდულობთ ყველაფერ ქართულს. თუ საშუალება აუცილებლად ვეძებთ ქართულს, ნუ თუ ქართულია და შემდეგ კიდე ქუთაისური ან ადგილობრივი უკვე ესე დიფერენცირებას ესე ვახდენთ ხოლმე. შანა კიდე ერთ მნიშვნელოვან თემაზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება, ქალთა კლუბის ქალები რეგიონების განვითარებისთვის წევრიც ხართ, ახლა ხანს გახდით როგორც ვიცი, ამ კლუბზეც მინდა რომ მოვასწროთ ოდნავ საუბარი, ძირითადი მიზნები გვითხარით. დიახ, ქალთა კლუბი რეგიონების განვითარებისთვის ეს არის ქუთაისში ჩამოყალიბებული ძალიან კარგი ორგანიზაცია, რომელიც წევრიც ახლა გახდა დიდი პატივია ჩემთვის, როცა ამ შემთხვევაში მე მეძლევა შესაძლებლობა, რომ აი ჩემ ქალაქისთვისაც რაღაცა გავაკეთო და ჩემი რეგიონისთვისაც, იმიტომ რომ რაჭასთან გენეტიკურად არაფერი არ მაკავშირებს, უბრალოდ რაჭასთან 2009 წლიდან მაქვს ესეთი ჭიდრო კავშირი, მართლა რაჭა ჩემი სიყვარულია და ახლა ამ კლუბის მეშვეობით უკვე იმერეთშიც ფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რამე გავაკეთო, შევიტანო ჩემი წვლილი, იმიტომ რომ ძლიერი ქალი, ეს არის ძლიერი სახელმწიფო და რაღაცნაირად აბსოლუტურად კეთილობით ამ მოსაზრებაში და უკვე დამტკიცებულ ფრაზაში. თქვენი ფრაზა რა არის, რომელიც ბარიერების წინ გახსენდებათ? რითი იძლიერებს შანა ბობნაშვილი თავს? არ ვიცი, ალბათ, რა ვიცი, რაღაცა სამართლიანობა ესე უფრო, იმიტომ რომ ყოველთვის ჩემს აქციას ამით ვამართლებ ხოლმე, ანუ მოვიქეცი თუ არა სწორად და ვფიქრებ, რომ მოვიქეცი სამართლიანად, ესე იგი სწორად. ეს არის მთავარი მოტივატორი. ეს არის. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო დიალოგისთვის. თქვენ ალბათ უცხოეთში მოგიწევთ, ახლა კიდევ მედიაში ხშირად გიწევთ საუბარი უცხოეთში, მე კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, თუმცა ჩვენ დავიტოვეთ პირობას, რომ კომფორტულად იგრძენით თავი და აუცილებლად მოგბრძანდებით კვლავ ჩვენთან და განვაგრძელოთ საუბარს. მადლობა ჟანა ბაბუნაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, Fairtree საქველმოქმედო ფონდის პროექტების მენეჯერი, რომელსაც ვემშვიდობებით დროებით, აუცილებლად მოვიკითხავთ სამომავლო გეგმებსაც.